2016 წლიდან დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები აღარ იყოს. დედაქალაქის მთავრობა ავტოპარკის განახლებას გეგმავს. ინიციატივის ავტორები ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოებისა და მოძველებული ტრანსპორტის ჩანაცვლების აუცილებლობით ხსნიან. განახლება და მოდერნიზება მეტროპოლიტენშიც იგეგმება. შესაძლებელია თუ არა ტრანსპორტი, რომლითაც დღეში ათასობით ადამიანი მგზავრობს და რამდენად ხშირად ხდება მისი შემოწმება, ჩვენ ეს შეკითხვა დღეს მძღოლებს დაუსვით. მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გვარწმუნებენ, რომ მათი მანქანები ხშირად მოწმდება. ყველა სისტემა მწყობრშია და ტრანსპორტი მგზავრებისთვის სრულიად უსაფრთხოა. ლაბეროხდება თავის დროზე. თქვენ რამდენ ხანში ერთხელ როგორ? დღეში ორჯერ, სამჯერ. როგორც საჭირო მასე აკეთებს ყველაფერს. მე არ მქონია პრობლემა არც ავტობუსზე და არც სამსახურში, რომ არ გაკეთებული იყოს და ამ და რაიმე მომხდოდეს და დაბრკოლება ყოფილიყო, შეფერხება. თუმცა მძღოლების არგუმენტების მიუხედავად იგეგმება არა მარტო მათი ავტოპარკის, არამედ ყველა მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება. ტარიფის გაძლიერებას არ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ჩაანაცვლებს ეტაპობრივად. პირველი ეტაპი დაიწყება ახალი წლიდან. უკვე ცნობილია, რომ ცვლილება თბილისის მეტროსაც შეეხება. ეს წლების წინ დაკონსერვებული მეტროს სადგურია, სადგური, რომლის ბოლომდე აშენებისა და დასრულების პირობა დედაქალაქის მერმა უკვე მეორედ დადო. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე მალე მეტროს გაჩერება იქნება, განახლდება უკვე მოქმედი დაზიანებული სადგურები და ესკალატორები. თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მოძველებული სისტემა, რომელიც აუცილებლად მოდერნიზაციას საჭიროებს, მათ შორის არის რამდენიმე სადგურში ესკალატორების გამოცვლა, არის თვითონ უშუალოდ მეტროსადგურების შეკეთება, რომელშიც ჩამოდის წყალი. მეტროს განახლებისა და ძველი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლების პროცესი იანვრის თვიდან დაიწყება. გეგმის მიხედვით 2016 წლისთვის თბილისის ყველა უბანში ახალი ავტობუსები ივლიან.